სალამი ზერ. სალამი. მოდით რო არ მოვკიბოთ ავხსნათ რა მიზანი აქვს ჩვენ საუბარს. ჩვენ მიზანია ვისაუბროთ კაი ამბავზე, რომელიც არის ქრისტიანული საღვთო წერილი. უпроსტად ქრისტიანული საღვთო წერის ერთი ნაწილი. ქრისტიანული საღვთო წერილი შედგება ორი ნაწილისაგან, ერთს რასაც ტრადიციულად ვეძახით ძველ აღთქმას და სინამდვილეში ეს არის ებრაული საღვთო წერილი, ხოლო მეორე არის ქრისტიანული საღვთო წერილი, რომელსაც ხონერად ვეძახით ახალ აღთქმას. და ეს კაი ამბავი რა არის? კაი ამბავი არის მთავარი გზავნილი, რომელიც ასოცირებული არის იესო ნაზარეველთან, პირველი საუკუნის მოძღვართან, მასწავლებელთან და ასევე ადამიანთან, რომელმაც უზარმაზარი კვალი დატოვა ჩვენს ცივილიზაციაზე. ხო, მაგრამ ჩვენი მსმენელი და მეც დავიბნეოდი ხა მე რო არ გიცნობდეთ და ეგ წიგნი წაკითხული არ მქონდეს. რა არის კაი ამბავი, რატო დაარქვით და საერთოდ რაზე ლაპარაკობთ? კაი ამბავი არის კაი ამბავის საზრისი არის მდგომარეობს იმაში, რომ ღმერთს ადამიანი უპირობოდ უყვარს. და ამ ღმერთის უპირობო სიყვარულზე არის აგებული ქრისტიანული ნარატივები და მასზე არის აგებული ქრისტიანული ლიტერატურა. ოღონდ ეს ლიტერატურა არის მრავალფეროვანი და ჩვენი მიზანი იქნება ამ ლიტერატურის შესწავლა, მათი განსხვავებულობისა და თავისებურებათა აღმოჩენა და გემოს გაგება ამ უმშვენიერესი ნაწარმოებისა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ჩვენს აზროვნებას, ჩვენს ფიქრს, ჩვენს ლოცვას, ჩვენს მხატვრულ წარმოდგენებს, ჩვენს ესთეტიკას, ლიტერატურას კვებავს და ასაზრდოებს. მე ეგ წიგნი წავიკითხე, თქვენ როცა თარგმნით, მაშინ გამიზიარეთ და მესამეც წავიკითხე ახალი აღთქმა, რასაც ახალ აღთქმას ვეძახით. პირველი ორი იყო, ერთი იყო პატარაობაში, როცა რელიგიის ისტორიას სწავლობდი, მე უკვე სტუდენტობის პერიოდში და ორივეჯერ მაშინ იყო თქვენი და ზურა კიკნაძის თარგმანი. ხო და ის იყო თანამედროვე პუნქტუაციით, უკვე თანამედროვე ქართულ ენაზე ნათარგმნი. მაგრამ აი ეს რა არის, რითი განსხვავდება წინა თქვენი თარგმანებისგან? თარგმანის თეორიაში არის ორი მიდგომა. ერთი არის ლიტერატურული თარგმანი და ის თარგმანი, რომელზეც ახლა თქვენ საუბრობთ, რომელიც ბატონ ზურაბ კიკნაძესთან ერთად შევასრულეთ, ბაჩანა ბრეგვაძესთან და სხვებთან ერთად, არის ლიტერატურული თარგმანი. გარდა ამისა, თარგმანის თეორიაში არსებობს აზრობრივი თარგმანის პრინციპი, რაც გულისხმობს იმას, რომ თარგმნელმა რაც შეიძლება კარგად უნდა შეისწავლოს ის ტექსტი, საიდანაც თარგმნის და სცადოს იმ ენაზე, რომელზედაც ეს ტექსტი ითარგმნება, რაც შეიძლება ცხადად, გასაგებად გადმოსცეს ტექსტის შინაარსი, ტექსტის აზრი, საზრისი და ამავდროულად მას შეინარჩუნოს ერთგულება მის ორიგინალთან. იმ შემთხვევაში თუ კი ის წააწყდება იდიომებს, რომელიც ბერძნული ენისთვის არის დამახასიათებელი, სემიტური ტრადიციისთვის არის დამახასიათებელი, ამ შემთხვევაში მან უნდა მოძებნოს ექვივალენტი, დინამიური ექვივალენტი, რომელიც ამავე იდიომას გადმოსცემს მიმღებ ენაზე. ხო, მე ვეთქვი იმათ ვინც გვისმენს, რომ მე გულწრფელად ვიტყვი, პირველად აღმოვაჩინე, რომ ახალ აღთქმაში იუმორისტს ურევია და შეგიძლია ეს ტექსტი წაიკითხო როგორც წმინდად ლიტერატურა. მოდით დავიწყოთ თავიდან. თქვენ შემოთავაზეთ, რომ პირველი რაზე ვისაუბროთ მეთქი, რითი დავიწყოთ ჩვენი სერიები და თქვენ ხართ, რომ დავიწყოთო მარკოზის სახარებითო. ვინ არის ეს მარკოზი და რატომ ვიწყებთ მისით? მარკოზით იმიტომ უნდა დავიწყოთ, რომ მარკოზის სახარება არის ყველაზე ძველი სახარება სახარებებს შორის. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქრისტიანული ლიტერატურის წერა დაიწყო მარკოზის სახარებით. ვიდრე სახარებების ჟანრი გაჩნდებოდა, მანამდე არსებობდა ეპისტოლარული ჟანრის ქრისტიანული ნაწარმოებები, რომელიც დაკავშირებული არის პავლე მოციქულის სახელთან. ყველაზე ადრინდელი ქრისტიანული ლიტერატურული ნაწარმოები, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს არის პავლეს წერილები. ეს ორი წერილი ალბათ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ყველაზე ადრინდელია. ეს არის პირველი თესალონიკელთა წერილი, პავლეს მიერ მიწერილი თესალონიკის ეკლესიისათვის და მეორე წერილი გალატელთა მიმართ, მიწერილი გალატიის ეკლესიების მიმართ. ეს არის ყველაზე ადრინდელი ლიტერატურული წყარო,
რომელიც ჩვენ გვაქვს ქრისტიანობის შესახებ. სახარებები, რამოდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, ძალიან გვიან გაჩნდა და გვიან დაიწერა. ამ სახარებებს შორის სახარები ძალიან ბევრი იყო, თავდაპირველად. ერთხელ დაიწყო სავარაუდოდ მარკოზით, სახარებების წერა არ დამთავრებულა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. მაგრამ მარკოზი არის ფასეული, იმიტომ რომ ეს არის პირველი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია პირველი სახარება და რომელიც დაწერილი არის ჯვარცმიდან და მკვდრეთით აღდგომიდან 40 წლის შემდეგ. მარკოზი ყველაზე პატარა სახარებაა, ჩვენ ქრისტიანულ საღვთო წერილში შეტანილი 4 სახარებიდან. პირველი არის მათე, შემდეგ არის მარკოზი, ლუკა, იონე. ამ სახარებებში ეს არის ყველაზე პატარა, მცირე ზომისა. ამის გამო ხშირად ფიქრობენ მე-5 საუკუნეში ნევტარი ავგუსტინე ფიქრობდა, რომ მარკოზის სახარება იყო რაღაცნაირად მათეს სახარების შემოკლებული ვერსია. რაც მცდარია, ჩვენ უკვე მკაფიოდ გვაქვს იმისი მოწმობა, რომ დაიწერა მარკოზის სახარება, ხოლო მოგვიანებით ორმა სახარებამ, ერთი არის მათეს სახარება, მეორე არის ლუკას სახარება, მათმა ავტორებმა გადაწერეს მარკოზის სახარება. ზოგ შემთხვევაში თითქმის უცვლელად, ზოგ შემთხვევაში მათ შეუცვალეს ნირი და ორიენტაცია განსხვავებული თეოლოგიური აზრის გადმოსაცემად, მაგრამ უნდა ჩავთვალოთ, რომ მარკოზის სახარება არის დედა სახარება, საიდანაც დაიბადებიან სხვა სახარებები. ამ სახარებებს, სამ სახარებას, მათეს, ლუკასა და მარკოს, ჩვენ ვეძახით სამეცნიერო წრეში ვეძახით სინოპტიკურ სახარებებს, რადგან ისინი ერთი პერსპექტივიდან არის დაწერილი და შექმნილი. რაც შეეხება ბოლო სახარებას, იგი განსხვავებულია, მას მეოთხე სახარებას ვეძახით, რადგან მისი თეოლოგიაც განსხვავებულია, დაწერის დროს განსხვავებულია და ასევე ის დაშორებულია ძალიან დედა სახარებისაგან, მარკოზის სახარების სახით. ჩვენ როცა საუბრობთ ამ სახარებებზე, ვეძახით მათეს, მარკოს, იოანეს, ლუკას სახარებას. პირდაპირ განცდა ასოციაცია აღქმა, რიგით მკითხველს და მე რიგით მკითხველი ვარ. და აქვე მსმენელმა უნდა იცოდეს, რომ მე არ ვარ სწავლული და დავსვამ ისეთ ხშირად სულელურ კითხვებსაც, რომელიც შეიძლება ბევრ ადამიანს გაუჩნდეს, მაგრამ ამ კითხვის დასმის მოერიდოს, მაგრამ მე არ მომერიდება. შევთანხმდეთ, რომ სულელური კითხვა არ არსებობს ჩვენ შეხვედრების დროს. ყველა კითხვა, რომელიც დაიბადება, უნდა ჩავთვალოთ, რომ არის ვალიდური. ლეგიტიმურიც. იმიტომ რომ ხანდახან რაღაცას რომ კითხულობ ამ ტექსტში, ის მონაკვეთი შეიძლება გეჩვენოს ისეთ აბსურდად, რომ შენი კითხვა, რომელიც გაგიჩნდება, გამომდინარე იქიდან, რომ შენ ამ ტექსტს უყურებ როგორც საკრაულს და არის კიდეც, შემდგომ შეიძლება შენი კითხვა სულელურად მოგეჩვენოს. მოდი ახლა ვთქვათ, რახან პერსპექტივებზე დაიწყოთ საუბარი. ხო, იმას გავაგზავნებ, რომ ჩვენ სულ აღვიქვამთ, რომ ეს ტექსტები არის კონკრეტული პიროვნებების დაწერილი, რომ ეს არის მათესი, უშუალოდ ლუკასი, მარკოზის და ასე შემდეგ კიდე უამრავი სახარება, რომელიც არ არის სინოპტიკური და დარჩა გარეთ. ეს მარკოზის სახარება ვინ დაწერა? საქმე ის არის, რომ ჩვენ არ ვიცით, ვინ იყვნენ ამ სახარებების ავტორები. სავარაუდოდ პირველი 100 წლის განმავლობაში ამ სახარებებმა ისე იარსება, რომ მათ სათაურები არ ქონიათ. მხოლოდ მოგვიანებით გაჩნდა საჭიროება და ასევე ინტერესი, რომ მომხდარიყო იდენტიფიცირება ამ სახარებების ავტორისა. ასე რომ ძალიან გვიან ეს სახარება ასოცირებული იყო მარკოსთან. ჩვენ ვიცით ქრისტიანული საღვთო წერილიდან მარკოსი ვინ იყო. მარკოზი იყო ახალგაზრდა, სავარაუდოდ მისი დედა იყო ებრაელი, მას მარიამი ერქვა. მამა იყო რომაელი, ამიტომ ქვია მას მარკოზი და იონე. დედის ებრაული ტრადიციის მიხედვით მას ქვია იონე, რომელიც ძალიან პოპულარული სახელი იყო, იოხანან. დედის მხრიდან ერქვა მას მარკოზი, მამის მხრიდან მას ერქვა მარკოზი, რაც გვაფიქრებინებს, რომ მამამისი იყო რომაელი. ეს არის ვარაუდი, რომელიც ადრინდელ ეპოქაშივე გავრცელდა ქრისტიანებს შორის, მაგრამ რა თქმა უნდა ავტორი წიგნი არ იძახის, რომ მარკოზი დაწერილია და მისი ასოცირება მოხდა მარკოსთან იმის გამო, რომ ამ სახარებაში გამოჩნდება თითქმის სრულებით უადგილოდ ერთი პასაჟი, სადაც ახალგაზრდა კაცი მოწმე ხდება იესოს შეპყრობისა, რომაელები ხელს სტაცებენ მას ზეწარი აქვს შემოცმული
ზეწარ შეატოვებს ხელში ამ რომან ჯარისკაცებს და ტიტველა გაიქცევა. ვარაუდი ადრინდელ ქრისტიანობაში გაჩნდა იქიდან, რომ ხომ არ არის ეს ახალგაზრდა ავტორი ჩვენი სახარებისა, მარკოზის სახარებისა, რომელიც იყო შვილი მარიამისა და ვის ოჯახშიაც სავარაუდოდ იესომ გადაიხადა თავისი საპასექო ვახშამი თავის მოწაფეებთან ერთად. მაგრამ ეს არის ვარაუდი, რომელიც დადასტურებაც შეუძლებელია და შეუძლებელია ასევე, რომ ის მარკოზის სახელთან იყოს ასოცირებული. ანუ შეიძლება რეალურად მარკოზის სახარება საერთოდ მარკოზის სახარება არ არის. რეალურად მარკოზის სახარება არ არის და თავისთავად ჩვენ ხა შეჩვეულებთ, მაგრამ რო დაუკვირდეთ, მაგალითად თქვენ დავით თამაზაშვილი წერთ სახარებას და არ იტყვით, რომ ეს სახარება არის დავით თამაზაშვილის სახარება. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ თქვენ ავტორი არ ხართ. როცა მე რამეს წერთ და როცა თქვენ რამეს წერთ, ქვემოთ მიაწერთ დავით თამაზაშვილი. და არ იტყვით, რომ ეს არის დავით თამაზაშვილის დაწერილი სახარება. ეს ტრადიცია, რომელიც დამკვიდრდა ქრისტიანობაში, ადრინდელ ქრისტიანობაში, არ იყო ურიგო, რადგან იმის გამო, რომ სხვადასხვა ავტორების სახარებისა, სხვადასხვა ცნობილ მოღვაწეებთან იყვნენ ასოცირებულები, ეს სახარებები გადარჩა და ასევე ამ სახარებებმა თავისი ადგილი დაიმკვიდრეს ქრისტიანულ საღვთო წერილში. ოკეი, მოდი გადავფურცლოთ და იქ პასაჟი ვნახოთ ეს ტიტვალი კაცი რო გარბის. გემახსოვრებად სად არის, მე ეგრე ზეპირად არ მახსოვს. ვლავე? გვერდიც რომ მითხრათ, მარკოზის სახარება. ვლავე? ეს არის იესოს დაპატიმრება. რომელი გვერდია? ეს არის 131 გვერდი, მარკოზის მე-14 თავის 53 მუხლიდან იწყება. აქა წერია. ოკეი, ესე იგი იესოს დაპატიმრება, ხო? იესოს დაპატიმრებაში შეიძლება წავიკითხოთ 50 მუხლი, სადაც წერია მოწაფეებმა მიატოვეს იესო და გაიქცნენ. ერთი ახალგაზრდა ვაჟი მიყვებოდა იესოს. მას ტიტველ ტანზე მარტო ტილოს მოსასხამი ეცვა. ვიღაცებმა ხელისდაცეს მას, მაგრამ ბიჭმა მოსასხამი ხელში შეატოვა და ტიტველი გავარდა. ოკეი. ამის გამო ითვლება, რომ ეს შეიძლება იყოს დაკავშირებული მარკოსთან, რომელიც შესაძლოა თვითმხილველი გახდა იმისა, რომ დედამისის ოჯახში შეკრებილი იყვნენ ეს ხალხი, იესო და მისი 12 მოწაფე, იგი მოწმე გახდა მისი დაპატიმრებისა და მას გაედენ. ეს არის ვარაუდი, რომელიც გაჩნდა ადრინდელ ქრისტიანულ ტრადიციაში. მოგვიარებით ამ ვარაუდს დაეფუძნა კიდევ ერთი თავისებურება, რომ მარკოზი იყო, უკვე ისტორიული მარკოზი, იყო პეტრეს თარჯიმანი, იმის გამო რომ პეტრემ რომაული არ იცოდა და მარკოზის სახარება იმიტომ აღმოჩნდა ქრისტიანულ საღვთო წერილში, რომ ეს სახარება მოიაზრებოდა პეტრესთან ასოცირებულად. იმის გამო რომ მარკოზი პეტრეს თარჯიმანი იყო. ოკეი, და ჩვენ ვარაუდობთ, რომ ეს ტექსტი დაიწერა რომში. ტექსტის ზუსტი დაწერის ადგილი არ ვიცით, ვარაუდი არსებობს მრავალი. ტექსტის ავტორი არის ადამიანი, რომელმაც ბერძნული კარგად იცის. ოსტატი არის, არა მარტო კარგი ავტორი არის, ეს არის კარგი ლიტერატორია და როდესაც ტექსტში ოდნავ ღრმად შევალთ, ჩვენ აღმოვაჩენთ იმ საკვირველ თავისებურებებს, რომელსაც მკითხველი როგორც წესი არ ამჩნევს. არადა ეს არის მარკოზის გენია, მარკოზის გენიალური ხერხები იმისათვის, რომ იესოს ამბავი გადმოსცეს. რა პერსპექტივიდან ეხლა ვიღაც შეიძლება აღქმა გაუჩნდეთ. მეტნაკლებად სამართლიანად, რომ ეს ორი ადამიანი აქ რას მკრეხელობს, ხო და ცოტა ხო არ განვუმარტოთ ხალხს, რომ ჩვენ ახლა აი ამ ტექსტებზე რა პერსპექტივიდან საუბრობთ. შესანიშნავი. ნებისმიერი ტექსტი შეიძლება წაკითხული იყოს განსხვავებული პერსპექტივიდან. ჩვენს ხელთ არის
ისტორიული ტექსტი, რომელსაც ახალ აღთმას ვეძახით და ეს ტექსტი სხვადასხვა პერსპექტივიდან შეიძლება იყოს საკითხული. ჩვენ შეიძლება წავიკითხოთ ის ფილოლოგიური პერსპექტივიდან, ჩვენ შეიძლება წავიკითხოთ ისტორიული პერსპექტივიდან, ჩვენ შეიძლება წავიკითხოთ ლიტერატურად მცოდნეობის პერსპექტივიდან, ჩვენ შეიძლება წავიკითხოთ თეოლოგიური პერსპექტივიდან და ჩვენ შეიძლება წავიკითხოთ პიეტისტური პერსპექტივიდან. თითოეული პერსპექტივა არის ფასეული. არავინ ეძახის რომელი პერსპექტივა ჯობია რომელს, მაგრამ პერსპექტივა, რომელსაც ჩვენ ახლა ერთად ვთავაზობთ ჩვენ მსმენელს, არის ისტორიული და კრიტიკული. შეიძლება მსმენელისათვის მსმენელს ეჩოთიროს სიტყვა კრიტიკული. კრიტიკული სალანძღავი სიტყვა არ არის, აქ გულისხმობს ტექსტის მეცნიერულად, თეოლოგიურად წაკითხვას და მსმენელთან გულახდილ საუბარს. ყოველგვარი მიკიბვა-მოკიბვის და ყოველგვარი ჩალამაზების, ტექსტის ჩალამაზების გარეშე. მას ჩვენი ჩალამაზება არ სჭირდება, ჩვენს წინაშე არის გენიალური ტექსტების კორპუსი და ამ გენიალურ ტექსტებში ჩემთვის ყოველ შემთხვევაში პერსონალურად მარკოს სახარება არის სრულებით გამორჩეული. თუ როცა მე მჭირდება ამ ტექსტის პიეტისტური პერსპექტივიდან კითხვა, როდესაც რა არის პიეტისტური პერსპექტივა? პიეტისტური პერსპექტივა არის, როდესაც ადამიანი კითხულობს ტექსტს, როგორც საკრალურ ტექსტს და მასში ეძებს შთაგონებას, გამხნევებას, ნუგეშს, რომელსაც ადამიანი თუ ის რელიგიურ პერსპექტივიდან კითხულობს, თulis ღმერთისაგან მოცემულ საჩუქრად. ჩემთვის განსაკუთრებით ამ დროში, რომელიც ქარტეხილებით, გამოწვევებით არის აღსავსე, მარკოზის სახარება არის წამალი. მე ამ ტექსტს კითხულობ სწორედ ამ პერსპექტივიდან, მაშინ, როდესაც მე მჭირდება გამხნევება, ნუგეში, შთაგონება. ხო და ზუსტად დავემთხვით მაშინ, კაი რთული დრო გვიდგას ქვეყანაში და აი სწორედ ეგ არის, რომ რითი გიწამლათ, იქნებ ჩვენს გაგვამხნევოთ ცოტა. მოდი მსმენელს სპოილერს ნუ შევთავაზებთ. ნაბიჯ გავყვეთ მარკოზის სახარების თანმიმდევრობას და ბოლოს ვთქვათ მე რა მიწამლა და სმენელს რა შეიძლება უწამლოს. თუ ეს მისაღებია. ოკეი. მისაღებია, თავისუფალი ვართ არჩევანში, არავინ ჩვენი უფროსი არაა და როგორც გვინდა და საითაც გვინდა, იქით წავიყვანთ ჩვენ საუბარს. მაშინ მე დაველოდები თქვენს შეხსენებას ამ კითხვისას, რაც ახლა დასვით, რადგან მე ვფიქრობ ძალიან ფასეულია ადამიანისათვის, რომელსაც ეხლა ჭირდება ამ ტექსტის კითხვა. ოკეი. მოდი გავყვით. ეხლა რაღაცნაირად უკვე გავხსენით ჩვენი საუბარი, მე მგონი მსმენელსაც რაღაც საორიენტაციო მივეცით და წავიდეთ თავში. თქვენ როცა ამ ტექსტის შესავალს წერთ, იქ ერთი ძალიან საინტერესო რამე გაქვთ და მაგან ჩამოფიქრა ამას წინ და მოვინიშნე. ესეთ რამეს ამბობთ. იოანე მარკოზი, ანუ ამ შემთხვევაში იგულისხმება ერთი პიროვნება, რო არ დავიბნეთ. დიახ. მარკოზი თან ახლდა პავლეს და ბარნაბას, როცა ისინი საქადაგებლად მოგზაურობდნენ. ისიც ვიცით, რომ პავლესა და ბარნაბას კონფლიქტი მოუვიდათ მარკოზის გამო. რა მოხდა ერთი გამგვიმარტეთ, აბა მე ვერაფერი ვერ გავიგე. მოციქულთა საქმეებში, რომელიც არის კიდევ ერთი წიგნი ქრისტიანულ საღვთო-წერილისა, რომელიც დაკავშირებულია იმავე ავტორთან, ვინც შემოგთავაზა ლუკას სახარება, მასში მოთხრობილი არის ქრისტიანული ეკლესიის მისიონერული საქმიანობის შესახებ. კონფლიქტი, რომელიც მარკოსთან დაკავშირებით მოხდა, პავლესა და ბარნაბას შორის, მისი დეტალები ჩვენთვის უცნობია, მაგრამ ის რამაც ჩვენამდე მოაღწია, ვიცით, რომ ამ კონფლიქტის შედეგად მარკოზი დაშორდა პავლეს, ბარნაბასთან ერთად გაემგზავრა საქადაგებლად, მაგრამ მოგვიანებით პავლეს გვიან დაწერილ წერილებში
ჩვენ ხედავთ, რომ მარკოზი გამოჩნდება ისევ პავლესთან. რაც იმაზე მეტყველებს, რომ კონფლიქტი მოხდა პავლესა და მარკოს შორის, მაგრამ დროთა განმავლობაში მოხერხდა ამ კონფლიქტის დაძლევა და პავლემ და მარკოსმა გააგრძელეს თანამშრომლობა და მარკოზი ბოლომდე დარჩა პავლეს მეგობრად. რა შეიძლებოდა რომ ვერ გაიყო ამ ორგანს? საქმე ეხებოდა ძალიან ტექნიკურ თავისებურებას, ვის სად უნდა ეკადაგა, ვინ სად როდის უნდა წასულიყო. და ამ შემთხვევაში ამ კონფლიქტის ელემენტი ჩანს, რა ქვია, მოციქულთა საქმეებში, მაგრამ ჩვენ დეტალები არ ვიცით. ოკეი. ანუ ქრისტეს მიმდევრები ერთმანეთს წაეკიდნენ. ქრისტიანული საფრთხე წერილი სავსე არის ამ ამბებით, როდესაც პავლე და პეტრე წაეკიდებიან ერთმანეთს. სხვადასხვა მოციქულები წაეკიდებიან ერთმანეთს. დავა არის, მაგრამ როდესაც პიეტისტური პერსპექტივიდან კითხულობ ამ ტექსტს, ამჯობინებ ადამიანი, ყოველ შემთხვევაში ადამიანს გონება ამჯობინებს, რომ ეს არ დაინახო. მაგრამ ეს აშკარად არის, ეს ტექსტები, რომელსაც ჩვენ წავიკითხავ და რომელსაც ჩვენ ვიბრძოლებთ, არის უაღრესად გულწრფელი თავის მკითხველთან და არ მალავს, არავის ნაქვს, არავის იაღლიშებს, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი. მათ შორის იესოს იაღლიშებს. აი, რახან იგი აღნიშნეთ, ფარემ შემდგომისთვის არ მოვინახავდა. მარკოზი ამბობს რამეს იესოს იაღლიშებზე. მარკოზი არის ერთადერთი, რომელიც გულწრფელად საუბრობს იესოს იაღლიშზე, ერთ-ერთ მეგა იაღლიშზე. მარკოს სახარებაში მოთხრობილია იესოს და სიროფინიკიელი ქალის შეხვედრა, სადაც ქალი დახმარებას თხოვს მის ქალიშვილისთვის და იესო იძახის, რომ სიროფინიკიელი ნიშნავს, რომ ებრაელი არ არის. და იესო იძახის, რომ სად გაგონილა, რომ შვილებს წაართვა ლუკმა და ძაღლებს გადაუყარო. და ეს ქალი არ შეეპუება იესოს უკმეხ სიტყვას, რაც იაღლიში არის, სცადია. ეს ქალი დატუქსავს იესოს თავისი მიდგომით და ეუბნება, რომ კი ბატონო, მაგრამ ძაღლებიც ხო სარგებლობენ იმ ნამცეცებით, რომელიც სუფრიდან ცვივა. და ამის შემდეგ იესოს აღარასდროს აღარ წარმოსწდება სიტყვა, აზრი, რომელიც რამდენად რასისტული იქნება და ანდა ეთნოცენტრული იქნება. ასე რომ ეს ქალი, უსახელო ქალი, რომლის შესახებ მარკოზი ლაპარაკობს, სხვა რამ ლაპარაკობს. მარკოზი ძალიან გულწრფელია ამ თვალსაზრისით. არის ქალი მასწავლებელი იესოსი, რომელმაც იესოს ასწავლა გაკვეთილი და იესომ ეს გაკვეთილი კარგად დაისწავლა. მსგავსი შეცდომა იესოს აღარასდროს გაუმეორებია. ჩვენ რეალურად უფრო მეტი დამკვირვებელის მონათხრობი რო გქონდეს, კიდე ბევრ რამეს გავაანალიზებდით იესოზე. მაგრამ ეს ერთი კონკრეტული პასაჟი ძალიან საინტერესოდ გვეუბნება იმაზე, რომ რეალურად იესოც ხო პიროვნება, რომელიც რაღაც ტრანსფორმაციის გზას გადის, არა? და მისი ხედვაც მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება ყოველ შემთხვევაში აი ამ თავიდან გამომდინარე, რომ არის ხო ეთნოცენტრული და უწინარესად აყენებს ებრაელს. მაგრამ ეს ქალი ჭკუას ასწავლის. და ისიც ისწავლის. ისიც ისწავლის ჭკუას. საინტერესო ის არის, რატომ მიყვარს მარკოს სახარება? არ მარტო იმიტომ, რომ გულწრფელია, არამედ იმიტომ, რომ მარკოს სახარებაში იესო არის უაღრესად ადამიანური. და ადამიანისათვის ამ სახარების წაკითხვა ბევრს აძლევს. მე ასე მგონია ყოველ შემთხვევაში, მე ბევრს მაძლევს და იმედია სხვასაც ბევრს რაც მე მისცემს. ის რითაც მარკოზი განსხვავდება სხვა სახარებებიდან, იესოზე საუბარს ის არიწყებს იესოს ღვთაებრივი წარმოშობით, ან საგანგებო წარმომავლობით, როგორც ეს მათეს სახარებაში არის. მისი წარმომავლობით, რომელიც დაკავშირებულია ღვთაებრივ გენეალოგიასთან, როგორც ეს ლუკას სახარებაში არის.
ან და მისი კოსმიური წარმომავლობით, მარადიული წარმომავლობით, როგორც იონეს სახარებაში არის. მარკოზის სახარება იწყება მაშინ, როდესაც იესო უკვე ზრდასრული ადამიანია, მის ბავშვობაზე არაფერი არ არის ნათქვამი, იესო იწყებს მოღვაწეობას, ინათლება იოანე ნათლისმცემლის მიერ და ამით იწყება იესოს მოღვაწეობა. ამ მონათლობის დროს იესოს ცხოვრებაში მოხდება პირველი მკაფიო ნუმინოზური გამოცდილება, რომელიც კიდევ ორჯერ გამეორდება მარკოზის სახარებაში, მაგრამ ათვლის წერტილად მარკოზის სახარება თვლის ზრდასრულ იესოს, რომელიც იწყებს მოღვაწეობას და სახარება როგორ იწყება, მარკოზის სახარება ძალიან საინტერესო. პირველი თავის პირველი მუხლი ამბობს, რომ ამით იწყება კაიამბის თხრობა იესო ქრისტეზე, ღვთის შვილზე. ჩვენ ისე შეჩეული ვართ ამ ამბებს, რომ ამ ფრაზაში არაფერი განსაკუთრებული არ გვეჩვენება. არადა ეს პირველივე სიტყვა, პირველივე ფრაზა, რომელსაც მარკოზი ამბობს, არის დაუჯერებელი სიღრმის შემცველი. ის ამბობს, რომ მე ახლა თქვენ უნდა გიამბოთ კაი ამბავი იესოზე, რომელიც არის ნაზარეველი რაბინი, მოხეტიალე რაბინი, რომელიც ამავდროულად არის ქრისტე. ქრისტე ვინ არის? ებრაული ტრადიციით, განსაკუთრებით იმ ეპოქაში, როდესაც იესო მოღვაწეობდა, ებრაელი ხალხი, დღესაც ელის ებრაელი ხალხის დიდი ნაწილი ელის მესიის გამოჩენას, მაგრამ იმ დროს ოდნავ განსხვავებული აქცენტები იყო მესიასთან დაკავშირებული. ქრისტე ვინ არის? ქრისტე არის ბერძნული თარგმანი ებრაული სიტყვისა, რომელიც ნიშნავს, რომელიც წარმოითქმის როგორც მაშიახ. მაშიახი ვიღა არის? მაშიახი არის ადამიანი, რომელსაც ზეთი წაუსვეს შუბზე ან ზეთი დაასხეს თავზე. მე რა ვიღაცა ზეთი დაასხეს თავზე. ებრაულ ტრადიციაში ადამიანი, რომელიც საგანგებო მისიისთვის იყო ამორჩეული, ხდებოდა მისი კურთხევა, ამ კურთხევის დროს მას თავზე დაასხავენ ზეთს. ქრისტე, ტერმინი ქრისტე ნიშნავს თავს ზედ დასხმულს. და თავს ზედ დასხმული ადამიანი არის გამორჩეული საგანგებო მისიისათვის. სიტყვა მესია, რასაც ჩვენ ქართულად ვეძახით, სწორედ აქედან მომდინარეობს, მაშიახიდან, მაშიახის დამახინჯებული ფორმა არის. ეს ავტორი გვეუბნება, რომ იესო არის ქრისტე, იესო არის მესია, იესო არის მაშიახი. იმ დროს, როდესაც ეს სიტყვები იწერებოდა, რაბინულ იუდაიზმში იყო ასეთი მოლოდინება მესიის შესახებ. მესია, როდესაც მობრძანდებოდა, მას უნდა გაეთავისუფლებინა ებრაელი ხალხი რომაელების ძალადობისაგან, უნდა აღედგინა დავითისა და სოლომონის სამეფო და უნდა დაემყარებინა საყოველთაო მშვიდობა. და თუ ამ სამრამეს ჩამოვთვლით, აღმოჩნდება, რომ მესიას, რომელსაც ავტორი ქრისტეს ეძახის, არც ერთი ეს მოლოდინი არ შეასრულა. ამით ავტორი კითხავს ეუბნება, რომ მე ხლა უნდა ვიტვირთო შეუძლებელი მისია. ეს კაცი, იესო ნაზარეველი, რომელიც გაასამართლეს და დასაჯეს როგორც კრიმინალი. მე უნდა დაგანახოთ, რომ ეს ადამიანი, რომელმაც ვერ შეძლო ვერც ერთი მესიანური კრიტერიუმის შესრულება, ჩემი მიზანია, რომ გაჩვენოთ, რომ მიუხედავად ამისა, რომ ეს კრიმინალია, მიუხედავად იმისა, რომ მან კრიმინალად დაასრულა თავისი სიცოცხლე, მიუხედავად იმისა, რომ მან ვერ შეასრულა მესიანური კრიტერიუმები, ეს არის ქრისტე. ეს იყო რევოლუციური განაცხადი ავტორისათვის და ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ავტორმა შეძლო ამის გაკეთება ჩვეულებრივი ადამიანისათვის, ვისთვისაც ქრისტე იყო კრიმინალი, რომელიც ჯვარზე გააკრეს რომაელებმა, ეთქვა, რომ სინამდვილეში იესო იყო მესია. ანუ გამოდის, რომ ეს
წმინდა წერილები, კაი ამბავი, სახარება, ახალი აღთქმა, რაღაც მხრივ არის პროპაგანდისტული ტექსტი იმისთვის, რომ დანარჩენმა ბრჭყალებში ურწმუნო, გულისხმობ ადამიანებმა, რომლებმაც ჯერ არ იწამეს ქრისტესი, იწამონ ქრისტე. აბსოლუტურად. ამას ეს ტექსტები არც მალავენ. განსაკუთრებით ივანეს სახარება მის ბოლოში იძახის, რომ ეს ყველაფერი დაიწერა იმისათვის, რომ თქვენ დაიჯეროთ, რომ იესო არის ქრისტე. ამასვე აკეთებს მარკოზის სახარების ავტორი და ვფიქრობ, რომ ძალიან ოსტატურად. კეთილი, მარკოზთან კიდევ ბევრი კითხვა მაქვს და დაუბრუნდებით ჩვენ ამ საკითხს, მაგრამ დღეს ამით დავასრულოთ. რამის ხარ დაამატებდით? ძალიან სასიამოვნო, რომ მარკოზით ვიწყებთ საუბარს, როდესაც სემინარიაში ხდება სახარების სწავლება ან და რელიგიურ სივრცეში, როგორც წესი იწყება მათეთი და არა მარკოზით. და მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავიწყოთ ყველაზე ძველი სახარებით და იმედია მსმენელი გამოგყვება და აღმოაჩენს მარკოზის სახარებაში საგანძურს, რომელიც მას მანამდე არ შეუმჩნევია.